არა ვიდეოები დღეს გოგოებო როგორც ვახერხებთ ყავა დავლიოთ, იმიტომ რომ მინდა ყავის დალევა და ესეც ესაწამი ეყოფა სოდაში მაქვს ამდენი ხანი მაგრამ ხილის და ბოსტნეულის შეღება გვინდოდა რა საღებავით მანქანის საღებავით მე მგონი იღა გვაყდა მე არაფერი ბონაბიჩი ვიყიდე ეს ვიორთან ბიჩი მაინც ჯობია, იმიტომ რომ მან ბევრს იღებენ და არ ვიცი ამოწმებენ, ვის შეამოწმებს, რა ვიცი რა ერთ ღმერთის იმედად ვარ. ეს ღმერთის იმედად შოთლები ხო აღარ შემიძლია. ამდენი ბოთლი. სუფთად ვცდილობთ, რომ ცოცხლით დავდერბიას და გავაკეთოთ, მაგრამ მაინც ძნელია და არ გამოდის. რემონტი არის ნერვოზის, ჩვეულებრივია. ნერვოზი გემართება. ყავას დავდეთ. მეხაება რომ გული გადავაყოლოს ცოტა. შენი ახალქავარებია და ახალალა ესე Remote. ყავა გავხსნათ ახალი მოვადოთ ყველაფერი კარგად იქნება და არის ამას აი ხერხი განით კარგად გავჭიმე მგონი შვენიერი ახალი ყავის მიდა Oras gramiani. Das uçavida ya. Avis. Çasa ölç.
მიყვარს ესე. ვენიელია. ტელეფონისა და სატელი მაქვს მოყალეთ. შევაერთებ გამომიერთებენ ხოლმე და თავიანთას აერთებენ მერე. მიჯდება. ბევრიაო ესო, მაგრამ მე მიყვარს ესეთი. მაგარი თვალი ზომით ვიცით, ზუსტად ვიცი. რამდენიც უნდა. ზუსტად. ეს თუ რაღაცა ცოტა მაინც მოვასწავლეთ, გოგოებო, ეს იქნება ძალიან კარგი. სანამ აცივდება. მე ყველაფერი გამოვა. და იქნება ძალიან კარგად. მადლობა მე ყველაფერთვის. რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაში, ირაკა. ყველაფერს აქვს თავის დრო. ვერც დააჩქარი, ვერც დააგვიანებ. და ნერვიულობას საერთოდ აზრი არ აქვს. როგორც არის ისე. და უბრალოდ უნდა მიიღო. როგორც ისე. უნდა მიიღო. დაელოდო. მაგაზე მართალი არაფერი არ არის. ყველაფერს თავის დრო აქვს. ვერც ნერვიულობით ვერ შველი, ვერც ფართხალით. ზოგჯერ უნდა შეჩერდე კიდევაც. ესე რომ ეს ჩემი გამოცდილებით. თან დამისივდა. არც მიწვალია სიმართლე რომ გითხრა. არ ვიცი რა ხდება. აი აქ. რამე მომცალებია, მე ალერგიული ვარ ცოტა და შეიძლება რაღაცა მომცალებია. ეს შაქარია. ჩაფნე და ტელეფონი წავიღო. ადამიანი მიყვარს ძალიან ხილიდან. შეიძლება ითქვას ყველაზე ძალიან.
მოას ვეტანო. ეს აბრამიდა რო ჩავიყვანა და ჩერცხელა. ავალი ხარ დავტენი ცოტა სელებს. ეს დავტენი წეღან. მოვიდი გოგოებო. ყავას უგამიცივდა, გიასაც მოვიდუღე, მაგრამ გიას არ უყვარს მაინც და მაინც. ეს რა ქვია, ცხელი ყავა და მე კიდევ ვირთო, მე უკვე ციებს. თუ გაცივდა. ორევ გინდა? ჰა? ნათი. არ გინდა როგორც ჩანს რა ხანცე. ახლა მაინც მე არ მიყვარს ორეო, მაგრამ კლუბის წევრებზე იყო და გამოვიღე. ავას უხდება მშვენივეა. მოხასიათე და შეჭამს. ძალიან კაია. ეს მტვერი ძნელია გოგოებო, მაგრამ იმედი რომ დაალაგდება მე და გარამაზდება ყველაფერი ადამიანს ეს ატაინებს. იმედი გაძლევს ძალას. რო სხვანაირად შეხედო. მე არ შემიძლია ვეხმარებით ეს რაღაცებში, მაგრამ თუ არ შევისვენე, ცოტა რაღაცა ყავა არ დავლიე, რაღაცას არ გადავაყოლე ცოტა გულს და არ გავხალისდი რაღაცით ერთი და იგივე საქმეზე. აი, მაღლის რაღაცნაირად ხოლმე რა. სიახლეები ძალიან მიყვარს. და როგორც ვაკეთებ, ვახერხებ. რამდენჯერ გითხარი, ვერ გაიგე. ხოლო უჭამები. ვერ გაუგია. ორეო, გაიხატა რო დაინახა. აბა არის გამტვირთვა ჩემთვის ახლა. იაცმა და მელაპარაკება ეხლა მოგესალმებით. ჰა? საინტერესო თემებზე მელაპარაკე. რემონტებზე. თან უნდა იმუშაოს, თან რემონტი აკეთოს, მოკლედ რა. რასაც მოვასწრებთო დღეესო და. კალიდორი всё. კალიდორი მურჩი. იდეალურად არის. კალიერი არ არის. არა, მთავარი ჭიჭყიანი საქმეები დაგრუნტული, მარტო შპალერი. მთავარი ჭიჭყიანი საქმეები ჩემს სახლში. მარტო სამზარეულობა დარჩა გოგოებო თითქმის. აი ეგ ბოლოს გავაკეთებ მაგას ახლა მაგეებს ვერ ავშლი. ეხლა სულ ყველაზე ბოლოს ხო გია. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ საჭმელი გვინდა რაღაც გაკეთება გვინდა. კი. ბოლო იქნება ეგ. ბოლოსთან ყველა საჩალიჩვა ის არის, რა ქვია. კალონკის მილები, წყლის მილები. ანჯარა, აი, აქეთ რო გვინდოდა გია რო გადამოგვეტანა. კანალიზაციის მილები კუთხეში ისმა დაიფარო და აქეთ რო გვინდოდა რო გადამოგვეტანა, ჯერ ხო ძვირიც ალბათ დაჭდება, მაგრამ
ძალიან ძნელი იქნებოდა. ეს ყველაფერი გადმოგეტანა ზალაში. ძვირზე არა ჟანი. მისაღებში. ქვია. სველი წერტილები უნდა შემოგიყვანა, ხო? და რაღაცა რომ მოხდეს და ჩაუვიდეს და ადამიანს აქვს მისაღები ზალა, ხო? სველი წერტილი არ უნდა იყოს როიტვენს სვის ზალის თავზე რა. ყველა ჩვენახოლებაზე აბსოლუტურად სულ ყველას კუხნაში აქვს კუხნა. ხო, თან ყველას იქით აქვს. არავინ არ გადმოიტანა ზალაში. და მას თქო ჩაუვიდა. კი არ ჩასვლია. ასეთი შემთხვევა არა ყოფილა, რომ მე ჩავუშვი დაბლა წყალიან და ეგ ერთი ფაქტორი. მეორეთი უკვე რამდენმა მითხრა. ახალი ბინები ვინც იყიდეს. აი, იმდენად უკმაყოფილოები არიან, რომ სტუდიოს ტიპის სახლებია და სამზარეულო ცალკე არ არის. აი, არ ვიცი თუ რა გავაკეთო, აი, ძალიან არაპრაქტიკულია რა. ეს ქვაბები, ტაფები, ეს სუნი, ეს ყველაფერი და მისაღებიც ეკა. ჭურჭელი გასარეცხი რაღაც მომენტში ყოველთვის. ხო, ზოგჯერ ხო არის. მაშინ მართლა სულ უნდა გამოიძახო და სახში საჭმელი უნდა გააკეთო. სტუდიო უნდა იმას, ვინც მარტო დასაძინებლად მოდის და ერთი ყავა მოიდუღოს იმ სამზარეულოში. არა, ოჯახებს შედიან იგი. აი უკვე მუდმივი ოჯახი მრავალსულიანი რო ცხოვრობს და თან სტუდიო ისა. ლექსო მეგეთი არ იყიდა აი. ხო და ფიქრობს რომ ის გადატიხა. ხო, სამზარეულო. ზალა, შუშაბანდივით. კარგი იქნება რა. იგი იქნება. მეც ამიტომ გადავიფიქრე. სამზარეულო ჩაუწიე რა დედიკო. სამზარეულო გამოხურავ კარებს და всё რა. მან თევსაც. არეულიც რო იყოს რა. და მისაღებში გექნება ყოველთვის დარაგებული და სუფთად გექნება და როცა აქვია მართლა და სამზარეულოს უფრო მეტი ძალა ადგება გოგოებო ხო მე მაგალითად უიქაო ვარ სულ რაღაცას ვრეცხავ და სულ რაღაცას ვაკეთებ ჯემი ადგილი მანდ არის ხიდის თავში ძალიან კარგი გამწვევი გქონდა და სუნი არ იდგა ცოტა აი მე როგორი გამწვევიც არ მოდააყენო აზრია რა აქ მაინც დგება სუნი სულ 80,000 ლარიანი გამწვევით გქონდეს მაინც დადგება მაშინ რა ტორნადო უნდა დააყენო ქვაბიანა რო წაიღოს არა მაინც დგებაო აი ხელს არ მომითხრა მე იგია გახსოვს ხიდის თაველი ხელის თაველი კი არა დათოსთანაც რომ მუშაობდა ხოლმე ტინის ხიდელი კაცი რო იყო ია ხო მაგარი მითხრა აი როგორიც არ უნდა დააყენო რა აზრია რა რა მაინც დადგება ისე ვერ გაიტანსო გააქვს უკანა არა მაგრამ ეხლა თევს რო წვა ისე ვერ გაიტანს რომ აი უდნავს უნიარ და თქეს რა ყოყდები თევს ისეთი ეგ არის ძირითადად ორთქლი რომ არ დგებოდეს რა სუნს ვერაფერს ვერ უძახ ვერა და თევზი იმდო არ მიყვარს შეათაც ყავ მაგთებს მერე შეწვი თევზი მოიტანე დადე მაგიდაზე და ოჯახმა ჭამა საჭმელი მანამ ის ტაფა ხო იკადებს თევზია ის ყველაფერი იქ ფქვილი გინდოდა სიტყვაზე ამოგეულო თევზი ხო რა იქ ზეთის წუწები ხო მაინც სამზარეულო არის ხო კი ეს ყველაფერი სველი წერტილი და ეს ყველაფერი ზალაში მიმდინარეობს მისაღებში არა ნუ აი ჩემთვის არაპრაქტიკულად მიმაჩნია როცა პროექტია და მეტი გზა არ არის ნუ რასიზა მაგრამ ეხლა მე რომ მაგ საშუალება რომ ცალკე იყოს სამზარეულო რაზე ისწოქნა ზალაში რაზე გადმოვიტანა მისაღებში მართალია გამოხურავი მას და თორებით და სანამ იმიტომ კაი ვარიანტი იყო რომ მესამე საძინებელი კეთდებოდა მაგრამ იმდენი პრობლემები რა არა არ მოგწუხარ ხო თუ რასელოდები ეხლა კიდე პატარა საქმეები გვაქვს დღეს მოხმარები გიას და გავაკეთებთ რაღაცებს რასაც მოვასწრებთ დანარჩენი მე ალბათ ერთი კვირის შემდეგ გადაიდება იქ საქმეები მე ეს ოთახი ხო ეს ოთახი მე აკჭერი დასრულებული მაქვს კი
კედლებს უნდა მარტო იტკიპი. უნდა გადაშკურვა. აი ყველაზე ძნელი არის გოგოებო შკურყვის დროს. როზი თოვლივით რომ. კი ამეუნე არ დაიწყო ახლა ლაპარაკი მაგ თემაზე, ვაი ნერვოზი მაგ რაღაცა მაგ, თორე იცოდე ვარ გავაკეთებო და გაჩუმებული ვარ. ჩაკლული მაქვს ეს ისა, მაგრამ ცოცხლით დავბივარ. ახლა გიამოწმინდა. ეგან მევწმენდავდი, რა ვიცი, კიდე უნდა 1-10 პირი უნდა რომ დაუბრუნდეს იმ. თან რო ნელა ვაკეთებ და ეგრე არა გვაქვს საქმე ახლა თან მუშაობს ხო გი ეგრე არა გვაქვს რომ უცბად მივყვეთ და აი 10 დღეში მოვრჩეთ ეგრე კარგი იქნება მოითმენეგათ. ნელ-ნელა რო ვაკეთებთ ძალიან ძნელია იწერება. შენ გონია რომ ეგრე უკეთესი იქნება? ხო ერთიანი ნერვოზი უფრო ძნელია ხო? 10 დღე რო სუნტერში იქნები გადაგულა. ხო, დასვენება ჯობია. ალბათ. ეტაპობრივად უფრო ვერ აგრძელებ. ნე რა ისეთი დაწყობილად ვაკეთებ გოგოებო. აქეთ გადმოვიტანებ ტანსაცმელი იქიდან. საწოლიც. მატრასები უფრო სწორად, საწოლი არ ცამა. კიდე კარგი რომ ავეჯიერა გვაქვს ბევრი ჩვენ. კიდე კარგი. თორე ეს ავეჯი სათუნა წაიღო. და ნივთებიც არა მაქვს მე ბევრი. სპეციალურად. არ უყიდულობ არაფერს. ხო მატყობთ რომ არაფერს არ უყიდულობ. ამის გამო. ის არის რა ქვია. მე ამ დენი ნივთი ძალიან ძნელი არის რემონტის დროს რა. ხო და მაინც დარაგებულად ვაკეთებ. ტანსაცმელი თავის ადგილზე მაქვს, არაფერი პარკებში არ მაქვს ჩატენილი და მიყრილი და მოყრილი და ასე შემდეგ არა. ტანსაცმელი თავის ადგილზე, ჭურჭელი თავის ადგილზე, მაინც ყველაფერი ნორმალურად მიდის. გაიხადე ფეხს. ნორმალურად კარგად მიდის ყველაფერი. ტრიანი. და რა უნდა ჩასვლა? თამაში უნდა. თამაში უნდა. ის უნდა. ხო, თამაში. შანსია. არა. არა, მიჩემია მასაკნას რა ძალიან რამდენმა ისა წერა რომ წარმოგიდგენია რა დამოკიდებულება არა დიდი ხანი კი არაც გადმოწერა. იცი რამდენი დღეა რაც თამაშობს? 4. და უკვე იმ პანიკაში. 4 დღეა რაც თამაშობს. მეტი არ არის. ესე ადრე არაფერზე არ გავუკეთე. არა. არაფერზე და ეხლა დავლაწავართ. ცოტა ხანი გიესავტოვებ რა. არ დავარ. ხო, კაი, მიწახო. თუ არ გინდა არ წახვიდე. მე დავწკიე მიწახო. როგორც გინდა ისე იყოს. უბრალოდ აქამდე ვერ მოვიცალე ახლა. აუ, რა მაგრაცხელა. დაანცხელა. ვენტილატორი მოჭა. ჩავთოვოთ. აი წეგან ფანჯარასთან რო ვალაგებდი იქ რო ვიყავი ისეთი კაი ნიავი შემოდიოდა გია. შემსაძინებელში ეს უნდა ისაკნა ჟანა. რო ავწიოთ ხო? კეტავს. ნიავს. ხო, ჩამოხარებული მაქადიელა რო კედელში მოვიდეს მტვერი სადაც. მტვერი? მტვერი მორჩა. ნახევარი სახლის მორჩა. აქ დასჭირდება. არ გაშკურყო ისე გააკარი შპალიერი მეთქი და ეცინება და მე რა ვიცი, მე ისე არ მინდა ეგ გაშკურყვა რომ მეტი არ შეიძლება რა. თოვლი მოდის ჩვეულებრივად. ვარ გაშკურყო ჟანა, მაშინ შპალიერი კი არა კაფელი უნდა გააკრა რომ დამარვე ის უსწორმასწორო და ის დაშპაკლებული რაღაც ხაზები, ტალღები, გამოწეული ადგილები, სიტილამაზი გამოდის ხო? წინწკლები. აბა ახლა გადაუსვი ხელი როგორია. აი როგორც დოლი ეგრე არის დაჭირული. გააკრავ გემრიელს ლამაზად. ლამაზად გამოდის მე შპალიერი და ესეც იმიტოა ესე ტალღა პირველი პირი იმდენად მალე იწოვდა სინკარი. ანუ აბსოლუტურად სინკარი იყო, არაფერზე და იყო გაკლული შპალიერი. არანაირი 1 გრამი გაჯი არ აქვს ან ალიბასტრი ან შპაკ აბსოლუტურად არაფერი და რო დავიწყე ამის დაშპაკლა, ეგრევე მიჩერდებოდა ის შპატელი, ანუ ეგრევე იწოვდა და ესე სქელი ისინი. კარგი ბინებია. მითო ისაკნა. მე არ ვინდურები ამ ბინებს არანაირად ფარს. აივანი თუ არა გვაქვს, ეხლა
არა უშავს მაგასაც მივეჩვია დაბლა ჩავდივარ ძირითადი დრო ხოლმე რა მათისთან ერთად დაბლა მაგრამ არა სოდაში გავრიცხე გია შეგეშინდეს ჭამს სოდა კრასკასაც ლის რა გავაცი ხო ეტყობა რო არის მაგრამ ეს სახლი იყო აი ძალიან გასაკეთებელი რა ძალიან ალბათ ისეთი ხალხი ცხოვრობდა რომ ჯერ არც ვიცი იმას შევღებავთ შეიძლება ის შევღებოთ იატაკი და ვერ დავაგო და ეგ სამომავლოდ გადაიწიოს მაგრამ აი კედლები გაკეთდება კიდე კარგი რო არის ყოველი იდეალური არა მაგრამ შესაძლოა რომ ეს შეიძლება რა ჯერჯერობით ესე გამოვა ისეც არ არის ხარ რო თქვა განსაკუთრებული არის ლამინაციის ჯობია ციკლოკარო გაუკეთო მაგრამ როგორც მითხრეს ისეთი ამბავი დატრიალდება აქ შენა სულ კედლები წითელი გახდება ამ კრასკების ციკლოკის დროს სულ გაწითლდება კედლები სახლი წითელი გახდება ესამა წახვიდე რა ვიცი მე რა ბურში ყველაფერი უნდა შევღებო რა ამით ჩემია პირველ ეტაპზე და მე ლამინატი უკვე სუფთა საღებავები რომ მალე შრება და შევღებო ჯერჯერობით და მე მაგის საშუალებაც იქნება მე ძალიან მძიმე და დიდი ავეჯის შემოტანას გოგოებო არ ვცვლავდებ ამ სახლში იმიტომ რომ აი არ ვიცი მათემ დაამთავრო სკოლა და მე საით წავალ ეგეც არ ვიცი შეიძლება კიდე სადმე უკეთეს ადგილას გადავიდეთ ხო და ძალიან მძიმე ავეჯი არ მინდა მე რა ამ სახლში ბავშვს არ გადავიღვა სკოლის შეცვლა არ მინდა ეს რა სუფთად რო რამინაც გადავიღვა სარემონტოზე ვსიო სარემონტო არა მესამე სახლს ვაკეთებ უკვე და სარემონტო სახლს არ ვიყიდი მაგრამ იქნება იმის საშუალება რომ გარემონტებული და აი ისეთ ადგილზე გადავიდე ერთი თბილისში არის ბევრად უკეთესი ადგილი ძალიან კარგი იქნება შემომაყურებელმა არის ხიდის თავის სახლი რანაირი ვიხილეთ სულ გასაკეთებელი ის არ უნახიათ უბრალოდ თორე მოყოლით კი იცი სულ გასაკეთებელი ეზო იყო დანგრეული გუბეები და ტალახი იყო ეზოში მესამე სახლია ხო გითხარით სახლიდან გამოდიოდი ქუჩაში და მე შედიოდი სამზარეულოში ეგეთ ჩვენ გადავაკეთეთ ეგაც მახსოვდა და აბანოშიც ქუჩაში უნდა გამოსულიყავი ანუ შენებლობაც გქონდა ის შესულიყავი შენებლობა მარტო რემონტი კი კანალიზაცია არ იყო და ყოველთვე ის მანქანა უნდა მოგიყვანა და მთელი ამბები ეგეთ დავაკეთეთ მთელი ესე უკანა ოთახი ვანის ტუალეტის იმისი რა ქვია სამზარეულოს წყალი ჩადიოდა სულ მაგკანალიზაციაში ხელა ორ მოამოთხარეს ხო უკანა ოთახი ხო ერთი ოთახი რო ვიყიდეთ იყო მარტო ბლოკი ეგეც ჩვენ გავა და კრიშა ჩამდა ისიც კი არ იყო ფიცრებიელა გაუბრალოდ ხა ჩემი დედამთილი რო დაიღუპა და ის ქალი მოვიდა მის გაყიდა ტრაბახობდა ეს სახლი ჩემი სახლი იყო ყველას ეუბნებოდა რაც აქ ისამაქო ჩაყრილიო შრომაო და პრინციპში ბევრი შრომა იყო მანამდეც ჩაყრილი მაგ სახლში გია რასი იყო შრომა ჩაყრილი მაგრამ ჩვენც ბევრი ვიშრომოთ ხო მეოთხე სახლის ანუ რემონტს ვეღარ შევძლებ ალბათ შეცვლა მანჯანი სახლო დამზევსებობა კი ცალ-ცალკე იყო ისე რა ქვია სამზარეულო დაბანო სახში მოვაქციე არც არავის არ ქონდა ეგრე
სანტექნიკა ქალაქურად გავაკეთეთ. პადვალის ჩასასვლელი ეგრევე ჩასავარდნი იყო. ლამაზი კარები, ლამაზი მოაჯირები გავაკეთეთ. პლაშატკა სულ ანგრეული იყო და ახლიდან დავასხით, მეტლახი დავაგეთ. ყველა ერთი სიტყვით ძაფევრი რამ. რკინის ლამაზი კარები დავაყენეთ, რაღაც ხის. გარდა კარები შევღებეთ გია, სულ დიდი კარები, თუ არა? კი, თვითონ ვახომ შეღებდა კაცის კარები. გარეთ. დიდი კარგი. არც მე არ მახსოვს არა, შევღებეთ. ლურჯი კარები იყო. თუ შევღებეთ ისინი ფერად. არ მახსოვს შევღებეთ. ერთ სიტყვით რო ფიქრდებით ხოლმე მე ჩვენს გვიგვის ამდენი როგორ რანაირად. მაგრამ ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგად არის. ჩერეზო რო გავაკეთეთ ჯანა რა ხილა. აი ეზოც არის და ეზოც ხო, ვიღაცა რაღაცას მოშლის გასუფთავ. შვილიშვილოთ არის ეგეზო და გებული. აი არ ვიცი რა 15 სანტიმეტრი თუ 17 სანტიმეტრი არის ზოგიერთ ადგილას ბეტონი. ანუ ვინც იყიდა რომ შემოვიდნენ გია მე უნდა მე იქ არ ვიყავი აღარ მიდიოდაო რა ის ქარი. სამხიდიანით რო შემოსულიყავ დაპირთულით არ შეგეშინდებოდა იმ სისქეზე იყო ეზო გაკეთებული. და სანამ ეზო გავაკეთეთ მანდ გადიოდა სარწყავი მილები. ისიც ამყარეთ ხო? შიგ იყო სარწყავი მილები, ძალიან დიდი მილები და ვიფიქრეთ რომ აფსუსი იყო ეს ყველაფერი რომ მიწაში დარჩენილი. ჩაგეტოვა. გადავწყვიტეთ ამ მილების ამოღება. მაგრამ ნეტავი არ გადაგვეწყვიტა. იყო გეოლოგების მილები, უკიდურესად სქელი თუჯის უმძიმესი მეგობარს ვთხოვე და თითო მილი 3 თუ 4 წლს გადავჭერით, დიდი ბალგარ გამოიტა. და 4 ნაწილათაც კი ვერ ვერეოდით, რამის 200 კილო იყო თითო ნაჭი. ვიცი ხო? ხელა რაღაცა ყველაფერი და ბუქსირებით გავათრიეთ ეზოდან მათე რამდენი წლისა იყო მაგ დროს? 3. და ეს კატაკომბები და აკოპები და ისინი იყო სანამ ეს ყველაფერი გასწორდა და დაიწყო. და ეხლა ეგრე არ მიდის მაინც საქმე. ეხლა ძალიან წყნარად შვიდად ვაკეთებთ ამ სახს, რა ვიცი. მაინც იწელება დროში, მაგრამ შიგნით სამუშაოებია ეხლა და მაინც ეგრე არ არის. ეგეთი სირთულეებს ნამდვილად არ გავიქცევ. მაგრამ შრომის ფასად არის რომ თბილისში შესაძლებელი გახდა მე დაფასდა ის სახელი. დღეს სოფელში შეიძლება ეხლაც დაგიჭირდეს გაყიდო მართლაში სახელი. სოფელებს უჭირთ ინების გაყიდო. წავედით ეხლა გია. გავაგრძელოთ და გვიყავდა. ხო. შენ წავდიდე მე გადავიწყებ იქ რაღაც მოსამზადებელ საქმეებს. დავჭრი შპალერს ზონებში. გავხსნი წევს. მაგრამ თუ ამოხვალა რაღაცაში მომხმარე თუ არა და მე არ მიდივარ არ მომდეს კაცო არ მომდა. არა? არა და გავაკეთოთ წავედით გოგოებო. წარმატებები გისურვებთ. სანამ ეგენი წარმატებას გისურვებთ დამთავრებული მექნება.